გამარჯობა ყველა საღამო მშვიდობისა რუსთაველიდან გამარჯობა მე რა თქმა უნდა აქ ვარ როგორც ყველა ჩემი მოქალაქე და ეს ალბათ ადგილი არის სადაც უნდა ვიყოთ დღეს მაგრამ ძალიან ვერც ვასწრებ დღეს მინდოდა იმდენი რამე მოხდა ვერც ვასწრებ შევაჯამო კარგი ამბები რაც ხდება ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს ყველაფერი გაიშალა რეგიონებში და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო ვინც ხართ რეგიონებში ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ეს არ იყოს რუსთაველი არ იყოს შეტაკებების ადგილი მხოლოდ მთელი საქართველო უნდა იდგეს ფეხზე და ხაშურის კადრები რაც ნახე ეგ არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ მთელი საქართველო უნდა აჩვენოს მთელმა საქართველომ რომ ეს ყველას პრობლემაა უნდა იყოს განფელი საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში ყველა ქალაქში რა ვიცი მე ოზურგეთი რასაკეთებს რა არ გაწუხებთ ეს პრობლემა არ გურულებს არ გაწუხებთ ეხა რაც ხდება საქართველოში ქვეყანაში როგორ დავიჯერო ეგ ამბავი ეხა აქ რა ხდება გაჩვენებთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა ამერიკამ რო გააჩერა სტრატეგიული თანამშრომლობა ეხა ეს რა არის მე რომ სტრატეგიული თანამშრომლობა რეალურად არის ყველა პროგრამა რომელიც ამერიკას აქვს საქართველოსთან და ქონდა ყველანაირი საგანმანათლებლო პროგრამა ყველანაირი თანამშრომლობა ყველანაირი გეგმა რომელიც იწერება ხოლმე და იხილება ყოველ წელს თანხმდება აი ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა გამარჯობა და ამერიკამ რო გააჩერა სტრატეგიული თანამშრომლობა ეს არის წითელი ხაზი ხალხო გეუბნებით რა ჩვენ ეუბნებიან ამ მთავრობას ამ გზით ამ კურსით ამ პარლამენტით ვერ წახვალთ ვერსად ეს უკვე ნათქვამია დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად ყველა ვინც არის რუსთაველზე იყოს ფრთხილად თავს გაუფრთხილდეს ყველას ვისაც როგორ შეუძლია იმიტომ რომ გუშინ მათ რაც გაბედეს ხო გამარჯობა გუშინ რაც გაბედეს ამათ ეს აი ამის განმეორების შესაძლებლობა იქნება არ მივცეთ როგორმე არ მივცეთ იმიტომ რომ ყველა ადამიანი დაზიანებული და სახიჩრებელი მსხვერპლი არის რა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ყველას დღეს კიდე რა მოხდა საზოგადოებრივ არხში რომ შევიდნენ ჩვენი მეგობრები ყველანი აი ეგრე არის საჭირო რარაერთი სკოლა გაიფიცა უნივერსიტეტები გაიფიცა სახელმწიფო დაწესებულებები ელჩებზეც მინდა ვთქვა ელჩებმა რასალოდებიან დანარჩენი ელჩები რამდენი ხანი უნდა იცადონ შაბათ-კვირაა და არ წალიათ განცხადების დასაწერად თუ რა არის რასალოდებიან დღეს ლიტვის ელჩი გადადგა ამერიკის ელჩი გადადგა ჰოლანდიის ელჩი გადადგა ეს რაც ვიცი იტალიიდან ჩვენი მოვალეობის შემსრულებელი გადადგა ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ მეტია ეხლა ევროკავშირში ხა მე მინდა გითხრათ ჩემო კარგო ხალხო ადამიანი ევროკავშირის ქვეყანაში რო ელჩი ხარ ჩვენი გადასახადით რო ხელფასი იღებ უნდა უთხრა ანუ რა უნდა უთხრა შენი იმ ხალხს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქვა გერმანიის რა უნდა უთხრა რომ გამარჯობათ ყველაფერი რიგზეა როგორც ისინი აკეთებენ განცხადებებს ორმხრივი ძალადობა იყო ესეთი განცხადებები უნდა აკეთონ ხო და ეგეთი განცხადების გაკეთება ხო არ გამოვა ამის იქით აღარ გამოვა აღარა ვართ ჩვენ ევროპული კურსის ქვეყანა ყოველ შემთხვევაში დროებით ასევე ხელახალი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არ დაგვავიწყდეს იმიტომ რომ ერთი საკბილო, ორი საკბილო, ერთი ყველი, ორი თხილი ამის გადმოგდება არ არის საკმარისი. არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი უნდა წავიდნენ, უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტი არის თავის ადგილზე, ის არის სახელმწიფოს მეთაური, პროდასავლური, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენელი, შესაბამისად
მისი მეშვეობით და მისი ხელმძღვანელობით იქნება საშუალება, რომ ეს არჩევნები შედგეს. და ეს არის ყველაზე ნორმალური, ხა კიციც მინდა თქვა. განგრძობიტობის ამბავი, რომ ეს საჭირო ამბავია, იმიტომ რომ არ შეიძლება ვიხტუნაოთ ერთი ხელისუფლებიდან მეორესთან რა. უნდა ეს განგრძობიტობა ხელისუფლებების შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ დღეს არის კარგი განცხადება გაკეთა ასევე პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის არ გადადგება, არსად არ მიდის და შესაბამისად გაუძღვება ამ პროცესებს როგორც ერთადერთი დარჩენილი ლეგიტიმური პირი. ეს აქ მნიშვნელოვანი, ხა ორი წუთი გაჩვენეთ აქ რა ხდება. აი ხა როგორ შეიძლება რომ აი ესეთ დღეში იყოს რუსთაველი. და რა მოუვა ქართული ოცნების პირობებში ეკონომიკას, ხო ნახეთ თქვენ არა, ლარის მდგომარეობა, ამაზეც ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვასწრებთ. ესენი კიდე აქეთ დგანან. აი წესით საერთოდ რა საჭიროა ესენი აქ დგანან და იმას შვებიან. ელოდებიან და ხალხს აღიაზიანებენ. აი რა საჭიროა? არავითარი ამის საჭიროება არ არსებობს. მოკლედ, მე ვარ აქ ყველას ვთხოვ, რომ თავს გაუფრთხილდეს, ოცნება პროვოკაციებზე წავა, აუცილებლად კგბ-შნიკურად და ამებს უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად. კარგი, მაგრად იყავით. საბოლოო ჯამში გამარჯვება ახლოს არის და ნორმალური ცხოვრება მალე იქნება, მალე მოვიპოვებთ მას. პროექტი